შენ რომ პუმას ბოტასები ვითომ ჯობია ადიდასისასო. მე დამიჯერე, ეგრე არ არის. ადიდასი ჯობია პუმას. მე მინდა პუმა. პუმები არა გვაქვს. სამაგიეროდ გვაქვს ნაღდი ადიდასები. აი ნახე რა მაგარია. პუმა მინდა, პუმა. მომისმინე, ვირიშვილო მაიმუნო შენა? ჩინელი ბავშვები დღე და ღამე კერავენ ადიდასებს, რომ ბრინჯის პერაშკი მაინც შეჭამოდა. შენ კიდე ყიდვა არ გინდა რა? ხო გითხარი გიჟი, ამის დეკანობა არ შეიძლება. რა გინდა, მაგარი როჟა ყოფილა ბიძაშენ. დედა. გაგიჟდით თქვენ. თქვენი შვილი დებილად ჩამოგიყალიბებენ ხალბატონო. ეგრე იცით დედებმა. კიდე კაი მოკვდა ეჩე. უბრალოდ ცუდ ხასიათზეა კაცი. გიჟია გეუბნები. ესე იგი შენი ინსტიტუტის დეკანი გინდა რო გავხდე? არა, უბრალოდ ერთი დღით გვინდა რომ ითამაშოთ დეკანის როლი. ჩემმა ძმისშვილმა ეთყობა კარგად ვერ აგიხსნა. დეკანებზე ბავშვობიდან აქვს გართულება, ვერ ვიტან. რატომ? ნაცემი ყავს და გამორიცხეს. კი არ გამომრიცხეს, წამოვედი. 1 კონიაკი მეუტანე, 3-იანი დამიწერა. 4 ვარსკვლავიანი რატო არისო, აი გეშე. მომინდობა 5-იანი მაგის. კატის კურკლი რო ჩაუყარე ყავაში, ის ვინ იყო? ვინდა მამაშენ? აბა კი. ჩაუყარა მე დამაბრალა. ხო. მამა ჩემი რა შუაში. აი დაიკიდე. მამაშენის ბრალია ფლების მაღაზიაში რომ მუშაობ დღემდე რა. თვითონ ხოა ხოშიანა და დაგულაოს მე მაგის. ვა, რა ჯიგარია. იცი რას გეტყვი შენ? ეგ არ ძდება ჩემი ცხოვრების სტილში რა. მე ვერ ვიტან ისე ტრაქში პერო გაყიდე საზოგადოებას, როგორების თქვენი მშობლები არიან რა. დაუჯექ ეხლა მაგად და უხსენი თქვენი შვილი ასეთია, თქვენი შვილი ისეთია. კი, მაგრამ არ შეიძლება რომ უბრალოდ ხელი ჩამოართვათ მამაჩემს და უთხრათ რომ ჩემი დეკანი ხართ. ფულს გადაგიხდით. ჩემი სიამაყე და პრინციპები არ იყინება რა. ბრძანდება. მე რამდენჯერ უნდა აგინო ბავშვებს. ეს სწავლებინა დედამის დილობა და არ ვაგინებდი. ნაბიჯვარო. დამპალო, დეგენერატი. მართლა დეგენერატი. სამსახურში აღარ მოხვიდე. პრინციპში დეკანობაზე დაგთანხმდებით. 20 კარიც მომაკ. მოსულა. მარჯვნივ თუ მარცხნივ? მარჯვნივ. შენგან თუ ჩემგან? სულ ერთია. რა არის სულ ერთი ბიჭო? ნუ ნერვიულობ რა, მომენტე, აქ არა ვარ. მოდი. ეგ არის რა. ყლე ხარ. კარგია, ყველანი ვიღიმებით. აქ ვსწავლობთ და